ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმედს და პოსტივს. სანქციები როგორც ირაკლი რუხაძე იტყვა და ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე. ძალიან მარტივი შესამჩნევია იმედის და პოსტივის ქარდები დასემსახურება. იმედი და პოსტივი რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძვიან. ნაციონალური მოძრაობის დროს ყველა ის ადამიანი, ვინც ეგეთ ბინძურ საქმიანობას აკეთებდა, ქართული მოოცნება ეს ადამიანები გადმოიბარა. ეგ აღარ არის ისეთი მარტივი, რაზეც უნდა თქვა, რომ ზღვა ღელავს და შენ არა. გამარჯობა. დერეფანი ბრუნდება მე-10 ეპიზოდით. ამასინათ ფიქრობდი და ყველაზე მეტი რაიმე ფაბიმე სახალხო კულტურის, პოპ კულტურაში ყველაზე ხშირად დერეფანი სადმე თუ ჩანს, მე მგონი ცისფერ მთებში არის. ხოლო ძალიან გავს ჩვენ ცხოვრება ცისფერ მთებს და ეს გადაცემა იმ სოსოს დერეფნებში რო დადის და თავისი წიგნის თუ მოთხოვნის დაბეჭდვა უნდა. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები ყველას, ვინც გვიყურებს YouTube-ზე, Facebook-ზე, სხვა სოციალურ ქსელებში, თუ სადაც გინდათ იქ. მე-10 ეპიზოდით გვალით არიღით, ბრუნდებით თქვენთან შესახვედრად. სანამ დავიწყებდეთ საუბარს ძალიან საინტერესო რაღაცეებზე, საინტერესო სტუმართან ერთად, მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ იმ ზარს დააჭირეთ ქვემოთ რო არის, გახდით ჩვენი გამომწერები და მოგწერეთ ბევრი კომენტარები ნებისმიერ თემაზე, რაზეც გინდათ, იმისთვის, რომ ჩვენი გვერდი მეტმა ადამიანმა ნახოს და უფრო ბევრი ვიყოთ, ვინც ერთად დავდივართ დერეფნებში და ვეძებთ ჭეშმარიტების გასაღებს. ხო, დღევანდელი ჭეშმარიტების გასაღები უნდა ვიპოვოთ ბრიტანულ სანქციებში. ოთო ფარულავა არის დღეს ჩემთან ერთად, აწუკვე ყველასთვის ნაცნობი. სალამი ოთო. გამარჯობა თაზო. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ხო, საინტერესო თემით დავბრუნდით მე-10 ეპიზოდში ჩვენი გადაცემის. ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმედს და პოსტივის. ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ, საინტერესო თემაა. და ხვდებით და უკვე გავიგეთ როგორ მწარედ მოხდა თურმე ამ პროპაგანდისტულ მანქანებს ეს სანქციები. კი მართალია ჯაბოვიჩის იუმორით ვერ გადააგორეს ეს ყველაფერი, მაგრამ იქ ჯაბოვიჩი ხა აღმოვაჩინე და ძალიან ცუდი იუმორი არის. ხო, ბრიტანეთიც არ ელოდა ესეთ სხვა დარტყმა სხვათა შორის. მე უნახავს საქართველოს ტელევიზიას, მაგრამ ეგ ტიპი რო არის იშვიათად. ხო, ამ გადაცემის არც ბრიტანეთი არ ელოდებოდა ესეთ. ამ გადაცემის სათაური არის იმედი, პოსტივი და კამაზი. იმედი, პოსტივი და კამაზი. რატო? იმიტომ რომ იმედი, პოსტივი და კამაზი ერთად დაასანქცირეს, მეგობრებო. საინტერესო თემაა მართლა, მნიშვნელოვანია რომ აი ამ ეპიზოდში ვცადოთ და აი ამ სანქციებით აუხსნათ მნიშვნელობა სანქციების მარტივად განუმარტოთ, კიდევ უფრო მარტივად განუმარტოთ ირაკლი რუხაძის ის არაჩვეულებრივი სიტყვები, სადაც ვასილ მაღლაფერიძეს როგორც ოროსანს უხსნის, რომ სანქციები პრობლემაა, ვასო ესე მარტივად არ არის საქმე. ეხლა დღეს ჩვენ შევესწრებით, რომ მოგიყვეთ რატოა ცუდი სანქციები, ძალიან ცოტას ვილაპარაკებთ, ცოტას გაკვირით ვილაპარაკებთ რუსულ ეკონომიკაზე, რა გავლენას ახდენს რუსეთზე ეს სანქციები და იმაზე, რომ სანქციები სერიოზული ამბავია. და ეს არ არის რიგითი სანქციები, უკრაინის ბრიტანეთის მთავრობამ, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების პაკეტი დააწესა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვილი ომის 4 წლის თავზე. ამ პაკეტში დაახლოებით თუ არ ვცდები 297 სუბიექტი. ხო, 300-მდე სუბიექტი შედის. ძირითადად მე გაგიშიფრავთ რეები არის ეს და რა საინტერესო სიაში არის კამაზის გარდა კიდე მოხვედრილი პოსტივი და იმედი. მოკლედ, ვილაპარაკებთ იმაზე, რატომ დაასანქციეს პოსტივი და იმედი, ვილაპარაკებთ იმაზე, ვინ შედის აი ამ სანქციების უმსხვილეს ბრიტანულ პაკეტში და ბოლოსკენ მოგიყვებით იმას, რასაც არასდროს არ მოგიყვებიან იმედზე და პოსტივიზე. თუ რა დღეშია რუსული ეკონომიკა დღეს და რომ სანქციები როგორც ირაკლი რუხაძე იტყვა და ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე, თუ ჩემი არ გჯერათ, შეხედეთ რა მოვიდათ რუსეთს და იმ ხალხს, ვისაც ეს სანქციები შეეხო. დღეს მოკლედ ირაკლი რუხაძეს ხშირად პირველ რიგში გამოვიხმაუროთ ხოცების წყენა დიდი ბრიტანეთის.
ხო, ერთ რამე თქვა, სანაკოცო წყენს გადახვალ, რომ სანქციების მიზანი იყო და პოზიტივიზეს და იმედზეს ნათქვამია, რომ ისინი ავრცელებენ გაზრახს ეშთომას შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, ძირითადად საქართველოს ყოფი აუდიტორიისათვის. და რომ ეს ხელს უწყობს, ანუ აი ესეთი ინფორმაციის გავრცელება ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ანუ ბრიტანულმა სანქციებმა იმედი და პოზიტივი სხვა ძალიან ცუდ ორგანიზაციებთან ერთად დააჯგუფა რუსეთის მხარეს როგორც ჰიბრიდული ომის აქტორი, ანუ რომელიც სანქციები მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მოყვა პოზიტივი და იმედი. კამასთან ინსტრუმენტი ომის. კამასთან საერთო აქვს ხო იმედს და პოზიტივის. კამაზე არის სამხედრო მანქანის, რუსული სამხედრო მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმოებელი. ამათთან ერთად არის ორი ფლანგი, ერთია სამხედრო მანქანა და მეორეა პროპაგანდა და საინფორმაციო ომი. ამ საინფორმაციო ომში ერთ-ერთი დიდი კონტრიბუციის შემტანი ჩვენ და საუბედუროთ იყო ქართული მედია პროპაგანდისტული სამთავრობო საშუალებები, პოზიტივი და იმედი, ხო? ანუ სანამ დავიწყებთ თუ რატომ მოხდა პოზიტივი და იმედი ამ სანქციებში, მინდა გავიხსენოთ შალვა რამიშვილის განცხადება. უკრაინის დამარცხება რატომ არის ჩვენი დამარცხება? უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. ანუ უკრაინის დამარცხება ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას. ჩვენი ოკუპანტის გამარჯვება, თურმე ჩვენი გამარჯვებაა რუსეთის გამარჯვება. კაცი რო ამას იტყვიდა, მე გინდა ბჟიტი ჭამე და გინდა ისა რა ქვია, ნიხვი და გინდა 1 კილო კუპატი დააყოლე, შემართლა კუპატო ზემოდან. რავი, ამას რო იტყვი, მე რაღაცო გიკვირს, რომ რატო რო გაკიოდენ იქ საწოდავის სახეებით, რატო ვართ ჩვენი ამ გადაცემა სანამ ამბობდი. დაახლოებით 1 დღე ჩაუჭექი იმედის და პოზიტივის კარდების მოძიებას. აი, შენ ამის საშუალება გაქვს, მე დაბლოკილი ვარ ვერ ვჭერ. არა, მეც გვერდით პეიჯიდან გავაკეთე, იმიტომ რომ მეც დაბლოკილი ვარ. ესე იგი, მოვიძიე ის კარდები, რაც 2023 წლიდან გამომდინარეობდა და დღემდე იმედი დებდა. არასდროს ალბათ დაახლოებით 95% ყველა ის ინფორმაცია, რაც იმედი და პოზიტივი აშუქებდა, იყო იმის შესახებ, თუ უკრაინა რამძიმე მდგომარეობაშია, უკრაინა როგორ მარცხდება. და მე ამას იშველებდნენ, რავი, ახლა მე ტელეგრაფის სათაური წამოვიღე, ხო და რავი, ტელეგრაფის მეორე სტატია წამოვიღე, სადაც შეიძლება რუსეთზე და მის მდგომარეობაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ ის მილიონი ადამიანი დაკარგა ამ ომში 4 წლის თავზე სამხედრო ოპერაციის ვერცეთი ის სტრატეგიული მიზანი ვერ აქვს მიღწეული, რაც პუტინს ჰქონდა დასახული, ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, უბრალოდ მხოლოდ ის კარდები მოაქვთ, რაც უკრაინას აკნინებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო, რომ 2022 წლიდან რაც დადებული აქვს კარდები, სულ ხაზს უსვამენ, რომ აი კორუფცია ზელენსკი ბნელი მხარეა, ზელენსკი ფულს ჭამს და ამ დროს თურმე ჩვენი სუსის უფროსი ბავშვებსაც პარავდა ფულს. მაგაზე მაინც იყავით აწი ჩუმად კორუფციაზე, ხო, რავი. ის მონღოლი მეჯოგე იმ დღეს იმასთან იდგენ, ხო, სამ საზღარი არსება არის და ამას წინათ ერთ-ერთი ბოლო მარგალიტი იყო, რომ დიახაც კორუფციის ჭაობში იხჭობიანო. ტიპი ამბობს, რომელსაც თავრობა ყავს დამტკიცებული როგორც პარლამენტის თავმჯდომარედ, და რომელშიც სრული შემადგენლობის 70% იყო უბინძურესი კორუფციონერი, ბავშვები, ჯარისკაცები, ყველას ფულს პარავდნენ. მაგის პატრონი ხალხი მაინც გაჩუმდეთ, ჩაიგდეთ ეგრე. არა, თან რა არის ის იქ გაცხადებული მაინც აქვს, რომ კი ეს ამბავი კორუფცია პრობლემაა. მით უმეტეს და ებრძვის არ შექმნეს აგერ დამოუკიდებელი ჩვენ 5 წელი გვიმტკიცებდა იმედის და პოზიტივი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი იყვნენ რაღაცა ფრთიანი ანგელოზები, რომლებიც რაღაცა საქართველოს ბედნიერებისთვის ბრუნავდნენ. ამ დროს ერთს ოქროსვოდები აღმოუჩინეს სახში, მეორეს თურმე ხო მერსედესის ოქროსბრელო ზანაკიანი ოქროსბრელო და მეორე თურმე ანუ კორუფციის ალბათ ყველაზე ბინძური გამოვლენა რაც არის ხო საბავშვო ბაღებიდან იპარავდა. ხო, ბაღებიდან იპარავდა და ნუ აქ არის რა გვაუწყდეს, რომ ეს ტიპი ფარველობდა ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ანუ სოფლიო მასშტაბის დანაშაულს, რომელშიც $100 მილიონი მოპარეს პატიოსან ხალხს და ამით აშენდნენ მათ შორის ეს ტიპი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ანუ განსხვავება შეხედეთ, აი მარტივი განსხვავება დაგანახოთ. იქ არის კორუფციის ეროვნული ბიურო, ქვია კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო, რომელიც ითვლება სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ кейსად დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის, ისეთ ქვეყანაში, სადაც კორუფცია არის ისეთი ენდემური, როგორც უკრაინაში და ეს ორგანო მუშაობს და ის რა ვიცი, მოქმედ მინისტრებთან შედის ხოლმე, როცა სჭირდება და მეორე მხარეს არის
რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც ვიღაცა ცოლის დაკალზე გააფორმა ისა რა ქვია, სააგენტო ტურისტული და ხალხს ტურებში ატარებს და მისი კორუფციასთან ბრძოლა შემოიფარგლება იმით, რომ რავი, ჩელეს და კიდე რამოდენიმე კაცს 1000 ლარის გამო ანგარიშები დაუყადაღა. რაჟდენ კუპრაშვილი თავის ვიზუალით ალბათ გამოიტანთ, ხო გამოიტანთ მაგას, აი აქეთ რაჟდენი და აქეთ უკრაინის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც რამოდენიმე 100 მილიონი დოლარი დახარჯული იმისთვის, რომ საუკეთესო იყოს ერთ-ერთი მსოფლიოში. კიდე ძალიან საინტერესო იყო მან გახსოვს გრიგოლ ილუაშვილის პერიოდში რამდენი ბრიფინგი ჩაატარა სუსმა, სადაც ამბობდნენ, რომ ჩვენ ავყვეთეთ სახელმწიფო გადატრიალების ცდელები. ამ დროს თურმე გაირკვა, რომ ვიღაცა თურქმა ცეხავიკმა ეს ადამიანი $100,000 მოისყიდა და მე გვიმკიცებდნენ, რომ ამ ადამიანმა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვა. ანუ ეს რო უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ამაში ვიღაცა თურქიის კაცი უკიდა ხოლმე 100,000 რო გიხოცები რაღაცა მომიგვარე. და deep state-მა ამას ვერაფერი ვერ მოუგარა. Deep state, საერთოდ ხო იცი deep state თურქული მოვლენა არის. პირველ deep state-ის ჩანასახი არსებობდა თურქულ სახელმწიფოში ოტომანის იმპერიის. ძალიან მარტივი შესამჩნევია იმედის და პოზიტივის კარტები რას ემსახურება მათი საინფორმაციო საშუალებები რას ემსახურება, როგორ აშუქებს ამ მოვლენებს, რაც უკრაინაში ხდება, რა კონტექსტში აშუქებს. სხვათა შორის ეხლა იყო ბოლო კარტი ვნახე, პუტინის განცხადება მოიყვანეს, პუტინი გამოიყვანეს და ზელენსკის განცხადებიდან გამომდინარე პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა არ სურს. ანუ ხო, ეგ არის ძალიან ცბიერი და ამ დროს იყო მეორე კარტი ზელენსკის დადებული, სადაც ეგეთი სათაური ჰქონდა, რომ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში პუტინს სიკვდილი უსურვა. საშობაოში თან, ანუ მაგი ყოველთვის რაღაცა ხაზი უნდა გადადგესო. წილოსანის ისაა, რომ კულელის მან ამბავი არის მარტივი, ხო, წილოსანის ეხა ბოლოს კულელის კულელიო და საწყალი, აი, როდესაც ესეთი ცოტა რაოდენობით ქრომოსომა ბუდობს შენში, არ უნდა ცადო ხოლმე რთული თანწყობილი წინადადებების თქმა, ქალბატონინო. რჩევა, დღის რჩევა თქვენთვის. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობის ადამიანმა უნდა შეეცადოს, რომ მარტივი წინადადებებით ილაპარაკოს, თორემ მე იგრევით ხოლმე. საქმეს რო დაუბრუნდეთ, მართლა მნიშვნელოვან რაღაცას ამბობ, რატო შეხედე? აქ არის ძალიან საინტერესო, ეხლა გავშიფროთ. იმედი და პოზიტივი, პირველი. არიან ომში ჩართული სუბიექტები. რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძვიან. ჰიბრიდული ომი საერთაშორისო პრაქტიკაში და საერთაშორისო წესებით და მეცნიერულადაც მათ შორის ჰიბრიდული ომი ითვლება ჩვეულებრივ სამხედრო ოპერაციად, რომელსაც ერთი ქვეყანა მეორეს წინააღმდეგ ახორციელებს. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები არიან ჩვეულებრივი ომის თანამონაწილეები. როდესაც ეს ომი არის გაშლილი მთელ ფრონტზე, ანუ ერთის მხრივ ადამიანები იხოცებიან რუსული ტყვიების და ბომბების ქვეშ და მეორე მხარეს რუსული პროპაგანდის, უბინძურეს პროპაგანდის მანქანა მუშაობს იმაზე, რომ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეფუთოს. ამ შეფუთვას რატო არის ჩემი აზრით ქართული საზოგადოება ამისადმი მაინც ისეთი რა, რატო იმუშავა ამას? მოწყვლადი რატო არის? მე არა ვარ სპეციალისტი მაგ საქმის, მაგრამ ჩემი დაკვირვება ეგეთი არის, რომ შეხედეთ თუ დააკვირდები, ანუ ქართველები ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის ტოტალიტარიზმიდან წამოსულ პროპაგანდის მიჩვეული. შემდეგ სხვა შორის მაგ პროპაგანდის ელემენტები, რა თქმა უნდა, არსებობდა მაგალითად სააკაშვილის მმართველობის დროსაც, ხო? ყოველთვის ეს პროპაგანდა იყო პოზიტიური. ანუ მთავარი მდგენელი ამ პროპაგანდაში არის აპოლოგია, დიდება, განდიდება რაღაცა შენი მმართველის, ხო? ამ შემთხვევაში რუსეთი და კომუნიზმის და ამ შემდეგ. ამ შემთხვევაში მთელი პოზიტივის და იმედის ამას ეგ გათიშული აქვს. რუსეთს არ აქებს, იმიტომ რომ იცის რომ ვერ გაყიდის, ანუ ძალიან ახლოს არის რუსეთი. პირიქით აკეთებს, ანუ შენ თუ დააკვირდები, ნულოვანი, როგორც შენ პოზიტივ კარტებში ხდება, ნული ინფორმაცია იმაზე, რა ხდება რუსეთში. ნული ინფორმაცია იმაზე, რა ხდება მათ ეკონომიკაში, რას ამბობს პუტინი. ამ პერიოდში თან სრული სიგიჟეები ხდება, ამაზე აუცილებლად მინდა რომ ერთ-ორი სიტყვა ვთქვა. და მთელი აქცენტი გაკეთება, რომ თითქოს ის არ არსებობს, ანუ ეს რაღაც ცხოველია, რაღაც არარსებული ძალა არის, რომელიც ლაპარაკიც არ ღირს. მეორე მხარეს არის უკრაინა, შენი მეგობარი და ყველაფერს აკეთებ, რომ აი ეს ომი წარმოაჩინო თითქოს მეორე მხარეს რაღაც მანქციები არიან. არ არსებობენ, არსებობს მარტო უკრაინა და რაღაც სისუსტეა, სისუსტეს გამოიჩენს უკრაინა, ამაზე ილაპარაკებ, რაღაცა კორუფცია იქნება, ამაზე ილაპარაკებ. რუსეთი არ არსებობს. რატო არის ეგრე? იმიტომ რომ ამათმა იციან, შალვა რამიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ამას ვერ ყიდის, ვერ გაყიდის. ანუ რუსეთი კაიას
თანამედროვე რუსეთის გაშუქებით. ვერ გაყიდი. რუსეთი შეიძლება გაყიდონ აი ამ რაღაცა იდიოტობებით, რაღაცა ბინძური ინსტინქტებით ჩვენ საზოგადოებაში ჩაბუდებული, რომ აი რა კაი იყო, რომ დეზღას და რაღაც სეგმენტი წავს მისი ალბათ. ხო, ანუ დღევანდელი რუსეთი არის ხალხო ქვეყანა, რომელშიც რავი 2025 წელს ინტერნეტი აკრძალეს, მობილური ინტერნეტი აკრძალულია. ეს არის ქვეყანა, სადაც ვერც ერთ აპლიკაციას ვერ იყენებ, გარდა ეგეთი აპლიკაცია აქვს Maxi. Maxi არის რაღაცა ის რა ქვია მაგას ესენი რო არის. ჩინელებმა რომ მოიგონეს ბევრ რაღაც კომპონენტი. Telegram-იც აკრძალეს ყველაფერი. ბევრ კომპონენტიანი აპლიკაციები რო არის რაღაცა მეტა აპლიკაციად რა ყველაფერი შიგნით არის რა სახლიდან დაწყებული ყველაფერს რო გიკონტროლებს. ანუ ეს არის ქვეყანა, სადაც ეგეთი აპლიკაცია არის ერთადერთი, რომელთაც შეიძლება კომუნიკაცია შეხვდეთ, რომელთაც რა თქმა უნდა თავიდან მომდე აკონტროლებს სახელმწიფო. ეს არის ქვეყანა, სადაც აგრეთვე 2025 წელს მეორე აპლიკაცია შეიმუშავეს. რუსეთში რომ მიდიხარ, ეს აპლიკაცია სავალდებულოდ უნდა ჩამოწერო ტელეფონზე და პირდაპირ გეუბნება აი პატარა რო ტექსტი წერია იქ რომ შენი ინფორმაცია და გეოლოკაცია არ არის დაცული. ანუ 24 საათი უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ შედიხარ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე გიკონტროლებს ამას. ანუ ეგ ქვეყანა, ეს არის ქვეყანა, სადაც ციხიდან ყველაზე მძიმე დამნაშავეები გამოუშვეს. პედოფილები? უკანასკნელ 4 წლის მანძილზე პედოფილები, სერიული მკვლელები გამოუშვეს სახლიდან. წაიყვანეს აი ამ ვაგნერის გავლით უკრაინის ომში, ვიღაცები იქიდან გადარჩნენ, მერე ბრუნდებიან და ასეთი ისტორია იყო, სადღაც 600-მდე 2024 წელს, 25 წლის მონაცემები არ მინახია. 600-მდე აი უსაშინლესი კრიმინალური ქრონიკა, როცა ეს ტიპები უკან სახში ბრუნდებიან და ამბები არა, რა ნახევარი კორპუსი დაჩეხა, თემის სოფელი გაწყვეტა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ველურ ცხოველები გამოყავთ, იმიტომ რომ ომში გაუშვენ. ეს არის ქვეყანა, სადაც არსებობს რაღაც პირველი კატეგორიის და მეორე კატეგორიის მოქალაქე. ანუ ჯოჯოხეთია ხდებიან. ამას ვერ გაყიდი. რაღაცა რა 15 წლის რუსეთს გაყიდი, მაგრამ ამას ვერ ყიდი. ამიტომ ყველას უნდა ესმოდოს, რომ პოსტივი და იმედი ესენი არიან ჩვეულებრივი ომის ინსტრუმენტები და ეს სია 300 სუბიექტი ამას ადასტურებს. ამად გარდა არის კომპანიები, რომლებიც ნავთობით ვაჭრობენ, ბირთვული გამდიდრების კომპანიები არის კომპანიები, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, გარედან იარაღს აწვდიან. ანუ ყველა 300-ვე სუბიექტი 297-ვე არის აქტიური დამხმარე და მონაწილე სამხედრო ოპერაციის. და აქვე დავამატებ, რომ აი ამ პროპაგანდას, რასაც იმედი და პოსტივი დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს, რომ თითქოს გარყვნილება და ერთელი უბედურება, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ რუსეთი და რუსეთში გავრცელებული ბავშვთა პორნოგრაფია არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დიდი პრობლემა რუსეთისთვის და რა თქმა უნდა სტატისტიკურადაც ყველაზე დიდი წარმოება ამ ბავშვთა პორნოგრაფიის ხდება რუსეთში. ამათ ყოფების ქვეყანაა ხალხო ხა მართლა ტოლსტოი და ის კი არ არის დოსტოევსკი. რუსეთი არის საღორე, რომელშიც რავი, ყველაზე მეტი პორნოგრაფია მართლა იყიდება და არალეგალური და პედოფილების, რავი, სერიული მკვლელების, მანიაკების ქვეყანა არის ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ეგეთი ყოფა. იმიტომ რომ ისტორიულად არის რაღაც ეგეთი საშინელი ადგილი. რა მხოლოდ რა მართლა საღათ აზროვნების უნარი არ უნდა გქონდეს, რომ დღეს 2026 წელს გინდა რომ იყო ქვეყანასთან ერთად, სადაც 2025-ში აკრძალეს ინტერნეტი. ინტერნეტი ხალხო, ინტერნეტი აგიკრძალეს. აი ის ყველაზე შეზღუდული აზროვნების ხალხიც კი დღეს Facebook-ზე რაღაც ჯოჯოხეთს როცა დიდება. რუსეთს აი მაგის დაწერაც აღარ შეგეძლებათ, თქვენ უბედურებოთ. თან ანუ პოსტივი და იმედი ხო ქართულ აუდიტორიაზე გათვლილია და აქ მითითებულია სანქციები. კი, რომ ქართულ აუდიტორიისთვის აკეთებსო. და ამათმა მოახერხეს რომ ქოცისთვის და ქართული ოცნების ამორჩევლებისთვის დაეჯერებინათ ის რომ პუტინს ვერ გარეცხავენ რა თქმა უნდა. ხო, არც ცდილობენ. ხო, მაგრამ ქართული ოცნების აი ისეთ მხარდამჭერს რომელიც ყველაფერს იჯერებს შალვარამიშვილის და მისი ყველა სპიკერის ნათქვამს იჯერებს ზელენსკი უფრო საზღარი ტიპია ვიდრე პუტინი. ხო, მან მივედი. ანუ სად მივედით ხდები? რომ არსებობს ქართველი რომელსაც ანწუხელიძის კულელზე მეტად ეზიზღება იმ ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც შენი ქვეყნის მსგავსად ოკუპაციას ებრძვის პუტინს და შენ ინტერესი უნდა იყოს რომ ხო პუტინი უნდა დამარცხდეს. ეგ არის რა, ანუ ის არის ორველიანული რეალობა, ბოროტება სიკეთეა. ომი მშვიდობა. აი ყველაფერი უკუღმათ არის. პუტინი კარგია, ზელენსკი ცუდია. ის მეგობარია შენნაირია, ეს შენივე მკვლელია. აგერ 15 წლის წინ ჩამოვიდა შენ ქვეყანაში, იმისთვის რომ თავის ძალაუფლება გაემაგრებინა და ხალხი გაწყვიტა, ქალები და ბავშვები გააუპატიურა, ქალაქები გადაწვა, დაბომბა ნახევარ საქართველოს და ის უფრო მოგწონს, იმიტომ რომ ზელენსკი არის მსახიობი. თან ხო რუსის ბუნება არ იცვლება, ანუ ყველა ჩვენი საქართველოსში რაც კი აჯანყება მოხდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ჩახშობა რა ხერხებით ხდებოდა, რო წაიკითხო
ანუ უმძიმესი წასაკითხია. თქმა უნდა. აი ეს არის შალვა რამიშვილები და აი ეს ტიპები და ის რა ქვია გია ჯაჯანიძისნაირი და იმედისნაირი რაღაცები აკეთებენ. ეხლა ბევრი ვილაპარაკეთ აი ამ რამოდენ ხშირად თუ ახსენეთ სინამდვილეში სახსენებელიც არ არის, არაფერში არ წერია პოსტივი. პოსტივი უბრალოდ ბევრად უფრო აღვირახსნილი არის. მან თავარი პრობლემა არის იმედი. იმედი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი არხია, რომელიც ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი დეფიციტი აქვს მათ შორის. მისთვის დასანქცირება რას ნიშნავს? აი ორი სიტყვით, ეგ უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს სანქციები? როდესაც ეხლა რას ცდილობს ეგ პროპაგანდა, რომ გააბითუროს. მიუხედავად იმისა, რომ კაცი რომელიც მათ აპლოდდა ამ ტელევიზორს იმათ, რომ თქვენ ძმებო, ცუდად ყურე ხართო. მაიცათ იმ გაცემაში უთხრა. ცუდიაო ეგო, პრობლემა არისო. ძალიან ძიმე ამბავი არის. მაგრამ ესენი მაინც მოხერხება უნდა. ეგ ყველაფერი ამათ უთხრა და ეგ 1000 ლარად მე მიყიდა ამათ. 1000-იც არ გამოვიდა, მე 400 ლარი გადაიხადა იმაში, რომ დაჩქარებული წესით, ანუ მე აღმოჩნდა, რომ იმ დღეს სანქციები რომ დააწვა, ეგ ძალიან მაგარი ფაქტია, მან სხვა შორის სადაო ამბავი ჩდება, რომ ის კაცი სანქციის ოფიციალურად სამეთუყო საბჭოს წევრი. ხო, მე ხო ეხა პანიკა რომ მან ხო ეგ პანიკის ამბავი იყო, რომ ტიპმა აღმოჩინა, რომ სანქციების დღეს იყო ისო სამეთუყო საბჭოში და დაჩქარებული წესით 400 რაღაცა ლარი გადაიხადა იმაში. სხვა შორის გაორმაგებული ფასი არის ბოლო 10 წელიწადში, აი მაგაზე რეესტრში რომ ფლობელობა დაადასტურვანა და გამოიწვია თავის ისა რა ქვია კანდიდატები და ძალიან დიდი პანიკა ატეხა. ხო და ეხა ეგ პრობლემა არის მისთვის, იმიტომ რომ რამოდენიმე საათი მოუწია ამ სანქციების. ხო, იმიტომ რომ ბანკები ყინავენ ანგარიშებს იმ დრომდე სანამ დააზუსტებენ სანქციების ტიპს, სანქციების კონკრეტულ მოთხოვნებს. ბრიტანეთის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მძიმეა. ერთერთი ბანკი ვერ მოემსახურება და ამის კაფეო მაგალითია რომ ქართულ ბანკი გაიწია ამ ამბიდან, იმიტომ რომ ეს ბიზნეს მისთვის ჭირდება და ეხლა ხო, ბიძინა იმხელა ფულს ატრიალებს ხალხო ქართულ ბანკის გავლით, რუსული ჭრდილოვანი ფლოტით, აი ამ მთელი ჯოჯოხეთით. ქართულ ბანკი იმხელა ოპერაციის ნაწილია, რომ რა ვიცი, ჭირსა წაუღია ბიძინეონიშვილისთვის ჯაბოვიჩი და ისა კიდე რა გია ჯაჯანიძის შოუ ჭირსა წაუღიო თქვა ბატონმა ბიძინამ და ასე შეიქმნა იმედის ბანკი, ასე შეიქმნა იმედის ბანკი. ხო, ეგ ტყუილია, იმედის ბანკი ვერ შეიქმნება, ვინმე თუ ლიცენზიას მიცემს აი ესეთ ორგანიზაციას, რომელიც იმისთვის უნდა შეიქმნას, რომ დასანქცირებულმა, დასავლეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიამ გვერდი აუაროს ამ სანქციებს, ხო, შესაბამისი შედეგები მოყვება მთელ საქართველოს საფინანსო სისტემაზე, იმიტომ რომ ასეთ ლიცენზიის გამცემი არის ეროვნული ბანკი და ეროვნულ ბანკმა ესეთ ლიცენზია თუ გაცვა, ეგ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დააყენებს მთელ საფინანსო სისტემას. ზოგადად პრობლემა არის რა, აბსოლუტურად ყველა ანგარიში ბლოკება, ყველა ის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფინანსური იქნება ეს მომსახურების სერვისი თუ ასე შემდეგ, ყველასთვის ხდება პრობლემა ასეთ კომპანიასთან ურთიერთობა, ასეთ სუბიექტთან ურთიერთობა, რომელიც არის სანქციების ქვეშ, იმიტომ რომ ყველაზე შეიძლება გავრცელდეს მეორადი სანქციები. სანქციები და მეორადი სანქციები კი არის პრობლემა. სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ის აფერხებს თავისუფალ ეკონომიკურ პროცესს. ის აფერხებს და ამისთვის არის შექმნილი, რომ შეაფერხოს მუშაობა. ეს არის შვიდობიანი, ყველაზე მშვიდობიანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აგრესიულ ომის სტრუქტურას რაღაცა ფორმით წინააღმდეგობა გაუწიოს და შეაფერხო. და შეაფერხო. ანუ ერთის მხრივ შეხედეთ საპერწონერი. აქეთ არის იმედი და პოსტივი, რომელიც რუსებს ეხმარება უკრაინელების ხოცვაში, ასე წერია ამ სანქციებში და ეგრეც არის, როდესაც ჩვენ ამ ხელა საქართველოს აუდიტორიისთვის, საქართველოსთვის, რომელთაც უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი. შენ ქართველ ხალხს აი ამას ატყუებ გაუთავებლად ყოველდღიურად აგრესიულ რეჟიმში. ამ ხალხს ატყუებ, რომ ის მტერი კი მტერია, მოყვარე კი არა, მეგობარი კი არა, მტერია. ამით ხელს უწყობ რუსულ სამხედრო მანქანას. შესაბამისად, ამისთვის უნდა დაისაჯო. და ყველაზე მშვიდობიანი გზა რომ დაისაჯო არის, რომ შენ აღარ მოახერხო ამის კეთება ეკონომიკური გზებით. ეხლა ვერ მოახერხებს, აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზედმეტი მცდარი მოდულები არ შეხვდება. მოახერხებს. შავი ფული და ქეში. ცალსახად მოახერხებს, ბევრი ქეში, აგერ უკვე რამოდენიმე დღეა ვლაპარაკობთ იმაზე, რამ ხელა ფულს აკეთებს, რამოდენიმე 100 მილიონ დოლარზე არა ლაპარაკი, რამოდენიმე თვეში, აი ამ რუსული ჭრდილოვანი ფლოტით ნავთობის გადაზიდვაში და სახელის გადარქმევაში და მთელ ამ ოპერაციაში. ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, რომელსაც ქართული ოცნება აკონტროლებს თავიდან ბოლომდე იქნება ეს რა ვიცი. ყველა ტიპის შავი ტრაფიკი, მათ შორის კოლ-ცენტრების ბიზნესი, მათ შორის არალეგალური პროდუქციის გატარება ამ ქვეყანაში, მათ შორის აი ამ ნავთობის ამბები. იმხელა შავი ფული ტრიალებს, რომ რა თქმა უნდა შავი ფულით ამას დააფინანსებენ. მაგრამ ყველა ბანკისთვის, ქართულთვისაც პრობლემა არის. გარდა მაგისა არის იმეჯი მომუშავე და ამ პროპაგანდისტულ მანქანაში მომუშავე ადამიანისთვის ბოლო რა არის, ხო? ეს ამბები რო დამთავრდება, სად იყავი რა? ხო, ანუ რა ვიცი, ვინ ახარ? ხო, ვის ხარ, საით იყავი, სინათლეს ხარ ეს იყავი თუ
რაც ბოროტების ხარეს იყავი რა. ეგაა ხო? ხო, იქ არიან ხალხი კაცო, იმედი და პოსტი არ არის მარტო მაგდა ანიკაშვილი. იქ არიან ხალხი, რომელსაც რა მეც ვიცნობ და რომელიც არიან უბრალოდ აი ეს ეთქვათ რაღაცა ეგ სენსები ძალიან დაბალ დონეზეა, ან რაღაცა თავის ქვეყანა და სამშობლო დიდად ესე არ ადარდებს, ან ჩვენერად არ უყურებს, რასაც ჩემთვის ახლა რო გითხრა რომ მისაღები არ არის, მაგრამ ნუ რავი, ეგრე და რეალობა და სეულში ბოროტი არ არის რა, იქ ვიღაც ყველა ის არ არის, მონსტრი არ არის. იმას გონია რომ რაღაცა თავის ცხოვრებაა გაწყობილი, დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს, რაღაცა კრედიტი გადაიხადოს, ამავდროულად. ამ ყველაფერში პრობლემა შეექმნა და გარდა იმისა, რომ ადრე ჩვეულებრივი ტელევიზიის back office-ის ან იმის თანამშრომელი იყო production-ის. ეხა ეგრე არ არის, ეხა დასანქცირებული ომის მანქანის ჩვეულებრივი ისა ხარ, თანამონაწილე და თანაზიარი და ეგ აღარ არის ისეთი მარტივი, რაზეც უნდა თქვა რომ ზღვაღელავს და შენ არა, რაზეც უნდა თქვა რომ მე ვამაყობ, იმიტომ რომ იმედელი ხარ. იმედელი კი არა ხარ, ის კაცი ძალიან მაგარი პერსონაჟი არის. ყველას მრეცხავი რო არის აბსოლუტურად, ყველას ქაქის გამრეცხავი. რა ქვია კაცო, ნოე რაღაცა. ნოე, ხო, აი ნოეს იმედელობა კი არ უხარი, ანუ ეგ კი არ ეამაყება. მას ეამაყება ის განსაკუთრებული როლი, რომელიც ძალაუფლება მას მიენჭა. სხვაჯერს ეგ ტიპი ზუსტად ეგეთივე როლში იყო მიშა სააკაშვილის დროსაც. მაშინ იმათიანი იყო. მაშინ იქ გახსოვს მიშას დროინდელი იმედი, იმის ნაწილი იყო, მე უცებ ტიპი გადაიქცა ამათიანად და კაცი არის, რომელსაც უტიფრად შეუძლია ერთი და იგივე გამომეტყველებით მიიღოს ღარიბაშვილი და უთხრას რომ სოფლიოში საუკეთესო არის და რავი, ცოლად მოიყვანდა. ის გადაცემა რო რაღაც ფორმატი რო აქვს. ხო, მან და მე იგივე სახით ეს უთხრას საქმე ყობახიძეს, მე მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც არის რავი, ჩვეულებრივი არარაობა. შეცადოს რომ აი ამ არარაობიდან რაღაც გამოს, ანუ ეს როლი ენანება, ამაში რა ფულსაც იღებს. ეგ ენანება, თორე ვაფშე არ ეამაყება, იყოს დასანქცირებული და ომის მონაწილე. საერთოდ, აი დამიჯერეთ. ეხო, ზოგადად ძალიან ის კლასიკად იქცა რომ იმ ნაციონალური მოძრაობის დროს ყველა ის ადამიანი ვინც ეგეთ ბინძურ საქმიანობას აკეთებდა ქართული მოოცნება ეს ადამიანები გადმოიბარა ხო რა თქმა უნდა კაცო ეგ რაღაცა დაქირავებული მუშახელია ხო რა ბაზარზე არის ბაზარზე მოთხოვნა აქვს ოცნებასაც რომ ბინძური ადამიანი ჭირდება და ხო ნაღდი ხოცი უფრო მეორად უფრო პატივსაცემია ვიდრე ეგეთი ტიპი ხო მოკლედ ეგეთი ტიპებს არაფერი არ ეამაყება ცილინდრში ძალიან ბევრი პრობლემები ექნებათ ნებისმიერ ქვეყნის ცივილიზებული ქვეყნის საზღვარზე და რა ჭირში რამდენიც უნდა იმდენია რომ აწი ეგ დავჭათ აშხაბადში და ასე შემდეგ მაგრამ ცილინდრში ყველგან პრობლემა ექნება ყველა საზღვრის კვეთაზე ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე ნებისმიერ ნივთის ყიდვაზე ჭირად შერჩებათ მართლა ის ფული და ოხრათ იმიტომ რომ ვერაფერში ვერ გამოიყენებენ და ბევრი პრობლემა შეექმნებათ მოკლედ და მარტივად რომ გითხრა. ძალიან საინტერესოა რომ ასევე დაასანქციონეს ტანკერი, რომელიც ყოლების სპორტში რუსული ნაკრები შემოიტანა. ამაზე შენ ძალიან საინტერესო ვიდეო გქონდა. ამბავია იქ. ხო, გარდა ამისა, რუსული სასაცები მხოლოდ პროპაგანდისტურ საშუალებებზე არ არის. არა, რა თქმა უნდა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ალტურა ესეთი ნავთობტანკერი არის, რომელსაც ადრე კაიზერი ერქვა, აი საქართველოში შემოვიდა, მაშინ კაიზერი ერქვა. საქართველოში 21 ოქტომბერს იყო 100,000-მდე ტონა ნავთობი დაცალა ყულევის ნავთობტერმინალში. ოღონდ ევროკავშირის მიერ მაშინ უკვე სანქცირებული იყო ოქტომბერში. ეს გემი მოყვა, ანუ სახელი იცვალა და ეს გემი მოყვა სანქციებში, მოკლედ იმაში, რა ქვია, მოყვა ამ ბრიტანულ სანქციებში. ეს არის ერთ-ერთი იმ 50 ნავთობტანკერიდან, რომელიც ბრიტანეთმა დაასანქციონა, რომელიც ოფიციალურად არის გარკვეული, რომ არის ომის მანქანის დამფინანსებელი და ატარებს არალეგალურად რუსულ ნავთობს. ამ ფონზე ახლა საყურადღებოა, რომ ჩრდილოვანი ფლოტის შეკავება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ახლა მთელი ცივილიზებული სამყაროში და შეერთებული შტატები არერიდება, რომ სამხედრო ოპერაციები აწარმოოს იმის, რომ ეს გემები გააჩენოს. იმიტომ რომ იცი რომ ნავთობის ფასი საგრძნობლად დაიცა ამ პერიოდში და რუსეთს შემოსავლების სერიოზული პრობლემა აქვს, თან სანქცირებული არის და გამალებით მუშაობს ეს ორგანიზაცია. აქვე ვიტყვი რამოდენიმე кейს, მაგალითად ძალიან საინტერესო кейსი არის Two Rivers Group-ი, ესეთი კომპანია დუბაიში, რომელიც ქვეშ 175 კომპანია ოპერირებს და ყველა არის დაკავებული ამ ჩრდილოვანი ფლოტის იმით, რა ქვია, მომსახურებით. დუბაიში ზოგადად და არაბეთის გაერთიანებულ საემირატოებში, საემიროებში, სადაც რუსებს შეუძლიათ მარტივად კაპიტალის გადატანა, ის გამოიყენება პლაცდარმად ბევრი ამ ოპერაციისთვის და ძალიან თვალსაჩინო. კლასიკური სქემებია, ძალიან კლასიკური სქემებია და ეგეთ კლასიკური სქემები ხშირად თავდება ხოლმე ისეთ კომპანიებში, როგორც არის Eagle Hills-ი. მათ შორის. კი. მანდაც თავდება ხოლმე, მოკლედ აქ 175 კომპანია დასანქცირდა. ამის გარდა დასანქცირდა Transneft-ი, რომელიც არის უმსხვილესი მატარებელი ნავთობის, რუსეთს გადამზიდი ნავთობის, სამი სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია, იმიტომ რომ ჩალიჩობენ
პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ რაიმე ფორმით დენის აი ამ მიმართულებით ენერგიის სხვა წყაროებს არა ნავთობის გაყიდვით დააკომპენსირონ ნავთობით დაკლებული შემოსავალი და აი აქ ძალიან აქტიურები არიან. თხევად ბუნებრივი აირის 6 კომპანია აგრეთვე აი ამ ფორმით ყიდიან. 9 ბანკი რუსული საცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხო, რომელიც ფუნდამენტური ამბავი იყო და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა არის. აგრეთვე რაღაც ძალიან ბევრი პირი 49 იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ აი სამხედრო მანქანის ორგანიზებაში არის ჩართული. მოკლედ, ყველა ვინც აქ არის ძირითადად დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან და ამ სამხედრო ოპერაციების დაფინანსებასთან და მედია საშუალება არის მხოლოდ ორი. რუსულები უკვე ესეთები ყველა დასანქცირებულია. სხვაშორის ის უნდა იყოს, რომ რუსულები და ბელორუსულები და პირველად გაშთა ქართული ორი მედია საშუალება. რაღაც ანკლავი გახვდით რუსეთს. ხო, კატასტროფა არის, ეგ რეალობა. და საერთოდ ჯამში ამას თქვენ ვერც იმედიდან და პოსტივიდან ვერ გაიგებთ, ბრიტანეთის საგარეო წყობის თქმით, ამ სანქციებმა აქამდე 450 მილიარდი დოლარი დააკარგინა რუსეთს. კი, ძალიან მარტივად და პირდაპირ გადავედით დასკვნით ნაწილისკენ და ძალიან ესეთ საინტერესო სტატისტიკით. ამას ხო ვერ გაიგებთ ვერც ერთ მათ პოდკასტზე ვასილ მაღლაფერიძესთან, ვერ გაიგებთ მათ ტელევიზიებში. არ გეუბნებიან ამას, იმიტომ რომ იციან, რომ სარკისებური ეფექტი აქვს აი ამ ყველაფერს საქართველოსეც მათ შორის და ის რითიც ისინი სულდგმულობენ და საზრდოობენ უკანასკნელი 4 წელია, ანუ რუსეთის აგრესიით ჩეჭრით უკრაინაში და ამაზე ფულის გაკეთებით და ამაზე ხელის მოთმობით არიან დაკავებული. ძალიან მალე ეს დამთავრდება, რომ რუსული ეკონომიკას სერიოზული პრობლემა. თან ძალიან მარტივია რა, ფსონი გაკეთებული აქვს რუსეთზე, რა თქმა უნდა და მისი ამ მედია პროპაგანდისტული საშუალებებით, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას იმას ვერ დაანახებენ და არ დაანახებენ, რომ ხო, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერც სტრატეგიულ მიზანს ამ სამხედრო ოპერაციის დროს. მილიონი ადამიანი დაკარგა სამხედრო. ხო, შეხედეთ სამხედრო რუკას, შეხედეთ იმ მილიონი ადამიანის დანაკარგს და არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგავს სინამდვილეში, ვერც ერთ თავის მისიას, ვერც ერთ თავის სამხედრო ამოცანას ვერ ასრულებს. დონბასიც კი სრულფასოვნად ვერ მოაქცია თავის მარწუხების ქვეშ. და 2023 წელს, როდესაც იმედი თითქოს აქვეყნებდა სტატიებს და სათაურებს, რომ უკრაინა და დასავლეთ დამანგრეველი მარცხის წინაშე დგანან, დღეს არის 2026 წელი, ისევ მარცხდება ეგრეთ წოდებულ ძალებში უკრაინა და რუსეთი იმარჯვებს თურმე რა. მოდით ახლა მოგიყვებით როგორ იმარჯვებს რუსეთი. მარტივად რამოდენიმე რიცხვში რომ დაინახოთ სინამდვილეში რას იმარჯვებს და როგორ იმარჯვებს. რუსეთის ეკონომიკა 2026 წელს უკვე სტრუქტურული გადაღლის ნიშნებს აჩვენებს, ამას წერს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც ესმის ეს ფინანსები და სხვა შორის ძალიან თვალსაჩინო იყო. რუსებმა შეეცადენ ახლა სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმი ჩაეტარებინათ რამოდენიმე თვის წინ და ამ ეკონომიკურ ფორუმზე ცხენი გაიქცათ მარტივად თქვა, გამოვიდა მაგათი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მე მგონი და აი თეილანდი და აუდიტორიაში და პირდაპირ მოყვა რა ჯოჯოხეთში არის მთელი ეკონომიკური მანქანა და ინდუსტრიული მანქანა ვეღარ ეწევა, ანუ ეს ეგრეთ წოდებული სამხედრო კენეზიანიზმი, ანუ შეიარაღებაზე გადართული ეკონომიკური სისტემა თავის რესურსებს საბოლოოდ წურავს. მარტივ მაგალითები ამისი არის რა. ძალიან ძიმე ვარდნა მშპ-ში ქვეყნის მასშტაბით. ანუ 2024 წელს 4.3% ჰქონდათ ზრდა და 2025 წელს და 26 წელს 0.6-დან 1%-მდე დაეცნენ. ეკონომიკაში საგრძნობლად შემცირებული არის, ძალიან დიდი დეფიციტია საბიუჯეტო, რომელიც უკვე ყველა მასშტაბს გაცდა. ინფლაცია საკვე პროდუქტებზე არის 12%-იანი და სხვა შორის რაღაცას გაგახსენებთ 2024-23 წლები გამორჩევდა იმით, რომ ერთ წელს იყო კარაქის დეფიციტი ქვეყანაში და მეორე წელს კვერცხის დეფიციტი, რამეს ხო არ გახსენებთ, კვერცხის დეფიციტზე ლაპარაკი გაუთავებლად. ჩვენ მოვაგვარეთ, ხო. ეგორი ამბავი იყო, საშუალოდ გაზრდილი არის დაკრედიტების პროცენტები 21%-მდე. ვეღარ აკონტროლებს და სახელმწიფო სუბსიდირებას ვეღარ უკეთებს ამ იმებს, რა ქვია, სესხებს. ინტერნეტი არის გაუქმებული, მობილური ინტერნეტს ვერ იყენებთ, ცენზურა ადებს აბსოლუტურად ყველაფერს. ეს არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ნათქვამის ან გაგზავნილი მესიჯის გამო შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ცდილობთ, ან არც გააკრიტიკოთ, უბრალოდ
ვთქვათ, რომ დაიღალეთ ომით, ამის გამო შეიძლება 7 წელი ციხეში იჯდეთ. ეს არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკა შემცირდა, რა ვიცი, 6 ჯერ ალბათ. ეს არის ქვეყანა, სადაც ენერგეტიკული შემოსავლები 20%-ით არის დაცემული 50%-ით, აქედან 2026 წელს ელოდება დაცემას. ეს არის ქვეყანა, სადაც რეზერვები აღარ არსებობს, ეგრეთ წოდებული სუვერენული ფონდი რუსეთის არის 0-ზე დასული და მუშახელის პრობლემა აღარ აკეთებს. სერიოზული მუშახელის პრობლემა არის, რაც ნიშნავს, რომ სადღაც დეფიციტი არის 2 მილიონი. თუ შეიძლება რიცხვების მანიპულირება იყოს სამხედრო იმეების, რა ქვია, სამხედროების ადამიანებს, ვინც იქ დაიღუპნენ. აი ყველაზე კარგად მეტყველებს ეს რიცხვი 2.4 მილიონი არის მუშახელის დანაკლისი რუსეთის ფედერაციაში. ბიუჯეტის მე მგონი 70%-ზე 60%-ზე მეტი მიდის სამხედრო დანახარჯებში და ამას ამონაგები არ აქვს და ჩვეულებრივ სტანდარტულ ვითარებაში სერიოზული პრობლემა არის ყველა სხვა ინდუსტრიაში უკვე, იმიტომ რომ ვერაფერი ვეღარ ეწევა იმ მოთხოვნას, რომელიც ქვეყანაა და დეფიციტი რჩება, რა ვიცი, მანქანებიდან დაწყებული, კვერცხით დამთავრებული აბსოლუტურად ყველა პროდუქცია. ეს არის ქვეყანა, სადაც გაზრდილია ამის პარალელურად კრიმინალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზეკი, ეგრეთ წოდებული რუსი რეციდივისტები ბრუნდებიან სამხედრო ოპერაციიდან, ნაწილი ძალიან მცირე ნაწილი ბრუნდება. ეგ უფრო მომავლის პრობლემა იქნება კიდე როცა ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. ეს არის ქვეყანა, სადაც რა ვიცი, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თავის ხელისუფლების გამო არის უკვე დასახიჯრებული. ეს არის ქვეყანა, სადაც რომლის ტერიტორიაზეც რა ვიცი, ძალიან ბევრ ადგილას დესტაბილიზაცია ჩნდება. ეს არის ქვეყანა, სადაც სეგრეგაცია არსებობს დაპყრობილ ერებს შორის და რუსებს შორის და დაპყრობილ ერებს ვეძახი ეგრეთ წოდებულ ავტონომიურ რესპუბლიკებს, საიდან სტატისტიკურად კატასტროფულად მეტი რაოდენობის ჯარისკაცი ყავთ გაწვეული ვიდრე დიდი ქალაქებიდან, როგორც არის მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი. მარტივად რო თქვა, 2022 წლიდან დღემდე ჩვენ ვხედავთ ეგრეთ წოდებულ სტაგფლაციას, ანუ სტაგნაციის, ეკონომიკის სტაგნაციის და დიდი ინფლაციის ნაჯვარს, რაც ძალიან მძიმე დღეში აგდებს ეკონომიკას და ეს სანქციები თავის შედეგს აღწევენ. და ამის ფონზე რა ხდება პუტინის მაკაცებს თავს, ხო? იქეთ მადურო ხო, თან ის მისი ეს რაღაცა ბოროტების ის ალიანსი იშლება, ხო, ამას ხედავთ. ირანის ამბავით არის მოქმედებს კარგად რუსეთზე. რა თქმა უნდა. რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო. მთავარი მოკავშირე შემწყიდველი ბევრი პროდუქციის და შემდეგ და შემდეგ. და ხო, თან გამოჩნდა ის, რომ ვერცეთმა რუსულმა სამხედრო მანქანის წარმოებულმა ვერც C300-მა C400-მა არ იმუშავა. ხო, იმიტომ რომ ბანზია, მარტივად ბანზია და არ მუშაობს. ხარდაჭერას რაში გამოხატავს, ხო? ანუ მადუროს შემთხვევაში როგორ იყო შეშფოთება, აქაც სამძიმარი და შეშფოთება. კარტების სასახლე იქცევა, მარტივად რო ვთქვათ, ის კარტების სასახლე, რომელიც პუტინმა ალტერნატივად შემოსთავაზა სამყაროს დასავლური ცივილიზაციის გავლენისა სამყაროზე, ეს ალტერნატივა ისეთივე როგორ თქვა, სუსტი აღმოჩნდა, როგორც სუსტიც პუტინია და როგორც სუსტიც მისი პროპაგანდაა სინამდვილეში, ეს ყველაფერი ჩამოშლის პირას არის. უბრალოდ ის ახერხებს, რომ მაგალითად ის პატარა ლუკმა, რომელსაც მისთვის წარმოადგენს საქართველო, სრულიად ყველანაირი პრობლემის გარეშე ხელში ჩაიგდოს და ამაში მას ეხმარებიან პოზიტივი და იმედი. ამ დახმარებას ისინი გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, ეს სანქციები როგორც ყველაფერ დანარჩენს თავის ეფექტს იქონიებს გრძელვადიანად. დღეს გააჩერებს თუ არა პოზიტივის და იმედს არა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ნათლად დაანახა ამ სანქციებმა ერთი მარტივი რამ, რომ პოზიტივიც იმედიც ზუსტად ისეთივე ომის მონაწილეები არიან და ზუსტად ისევე ინაწილებენ პასუხისმგებლობას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის და ადამიანების ხოცვის, როგორც ამას გააკეთებს კამაზი, როსნეფტი, ტრანსნეფტი ან როსკოსმოსი. მაგალითად და აი ამ საზიზღარ სიაში ჩაეწერება სამუდამოდ. ხო, მე მგონი ეს იყო. მე მგონი ეგ არის. საინტერესო გამოვიდა, ხო. მოკლედ ვეცადეთ რომ რაღაცა ამ თემებზე გვესაუბრა, თუ რა არის სანქციები, რა მონაწილეობას იღებს ეს ორი ეგრეთ წოდებული ტელევიზია ამ ამბავში და ხო, კარი დღე არ ადგათ არც რუსებს, არც ქოცებს, ჩემი აზრით. ნახოთ როგორ განვითარდება სოფლიოში მიმდინარე პროცესები. ზოგადად კარგია რომ დიქტატორებისთვის ცუდი დრო დადგა. სამართალი დადის ურმით, მაგრამ ყოველთვის მიდის თავის
მიზნამდე. მოკლედ, ამით მე-10 ეპიზოდი დასრულებულია. ჩვენ გესაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ბრიტანული სანქციები, რას ნიშნავს იყო ჰიბრიდული ომის მონაწილე რუსეთის მხარეს, რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ბევრ სხვა პროცესზე, რომელიც ამ ქვეყანაში სწავა და რა დღეში აგდებს ეს სანქციები რუსეთს, მის ეკონომიკას და მის სიდიადეს, რომლითაც პუტინი უკვე აგერ 20 წელია ყოველდღიურად ამაყობს და საკუთარ ხალხს აცხოვრებს აბსოლუტურ ჯოჯოხეთში. ამ თემაზე ჩვენ მორიგ ეპიზოდებში ბევრს ვილაპარაკებთ, ზოგადად მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება მიცოდეს თუ რა ხდება დღევანდელ რუსეთში, რითი ცხოვრობს ეს ამხელა სახელმწიფო, რომლისკენაც აი გამალებით მიგვაქანებს პოზიტივი იმედი და ქართული ოცნება და რომლის ნაწილიც ამ ხალხს უნდა რომ გავხდეთ. მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ კარგად ჩვენ ტექსტს. მადლობა იმისთვის რომ გვიყურეთ, მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენი გამომწერები, თუ არა ხართ გამოგვიწერეთ და მადლობა იმისთვის რომ გვწერთ ხოლმე და კიდევ მოგწერთ იმაზე თუ რა გაინტერესებთ რაღაცა ინფორმაცია უფრო დეტალურად გინდათ ან რამეში გინდათ რომ უფრო მეტი რამეზე გინდათ უფრო მეტი და დეტალურად იცოდეთ, არ დავიზარებთ ინდივიდუალურადაც რაღაცებს გეტყვით და მოგიყვებით. მთავარია რომ ამის შესახებ მოგწეროთ კომენტარებში ამ ვიდეოს ქვეშ და სხვა ვიდეოებიც ნახოთ. მადლობა, ნახვამდის ამით დერეფანის მე-10 ეპიზოდი დასრულებულია.